მოგესალმებით ჩემო საყვარლებო, იმედი ყველანი ძალიან კარგად ხართ, დაგიბრუნდით, როგორ ხართ, მომინდეთ ძალიან. მაპატიეთ უბრალოდ რომ ყოფნის ხოლმე ხანდახან მართლა რომ რაღაცები გავაკეთო ან ჩავწერო ვიდეოები ან ასე შემდეგ. დღეს ძალიან საინტერესო პრაქტიკით მოვედი, რომელიც ამდენიმე დღის წინ გამიხსნა ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი, სხვანაირად ამ სიტყვას რა დავარქვა. თვითონ აღმოჩნდა ესე რომ ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში ადამიანურიანით. მოკლედ ძალიან საინტერესო პრაქტიკა, ყველაფერს კი. და ეხლა ცადოთ რომ ყველამ ერთად გავაკეთოთ ეს პრაქტიკა და თქვენ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად არ იფიქროთ არაფერზე, საერთოდ არაფერზე არ იფიქროთ, მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ უბრალოდ ემოციურ დონეზე, აი გაიხსენოთ ფაქტები, გაიხსენოთ ყველაფერი, მიხვდით, აი ეს ემოციები, რაც იყო, ყველაფერი გაიხსენოთ, მხოლოდ ეს არის თქვენგან საჭირო, რომ გაიხსენოთ ყველაფერი და აღმოაჩინოთ, ესე რომ ვთქვათ, ანუ გაიფანტოს თქვენი აი ეს მძიმე თუნდაც ემოციური მდგომარეობა, რომელიც გაქვთ შიგნით და ვერ გამოდის გარეთ, ეს ყველაფერი გაიფანტოს, ესე რომ ვთქვათ, და გამოჩნდეს ახალი ენერგიები იმისთვის, რომ დაიწყოთ ახალი სიცოცხლე. ძველი ენერგიის განთავისუფლება, ყველა ვიცით ალბათ ძალიან კარგად. აქ კიდევ ერთხელ ამ YouTube ვიდეოები და YouTube არხზე არასოდეს არაფერს არ გასწავლით, არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ მაქსიმალურად ვცდილობ თუ რაიმე შემიძლია, რომ თქვენი ცხოვრება, ესე რომ ვთქვათ, უკეთესობისკენ ოდნავ მაინც სადღაც პატარაზე მაინც წავწიო წინ, მაქსიმალურად გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველანი, ვინც ნებისმიერ ვიდეოს ნახავთ ჩემსას, მაქსიმალურად გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და მაქსიმალურად შეცვალოთ ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. დღეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის, იმიტომ რომ კონსულტაციაზე ვიჭექი, წინა სიტყვაობა ცოტა და რაღაცნაირად აი თავისით მოვიდა ეს პრაქტიკა, იმიტომ რომ აი ამას ვერ ხედავ, ეს როგორ დავინახო, ის როგორ გავაკეთო, თავი როგორ შევიცნო, საითკენ გავიხედო და ასე შემდეგ და იცი რა დავფიქრდი და მივხვდი რომ ეს ფიქრიც არ არის, ანუ როდესაც ხარ აი ენერგიებში სავსე და სიჩუმის ენერგიაში ხარ, თავისით მოდის ყველაფერი სპონტანურია და ძალიან კარგია და მაშინ ვეხვდები რომ რაღაცა ზუსტად ის ხელსაწყოა მექანიზმია, რომელიც უნდა გამოიყენო, რომელიც უნდა მისცეს სხვას იმისთვის, რომ მართლა რაღაცა შეიცვალოს და დაინახონ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის და არ შევიდნენ აი ამ სისტემის მატრიცის ტყუილში. ანუ ხო მიხვდით, იმიტომ რომ მატრიცა ეს არის ყოველთვის ტყუილი, ეს არის საკუთარ თავთან დიალოგი და ხშირ შემთხვევაში ეს აღიქმება როგორც მაგალითად აი თქვენ საუბრობთ თქვენს თავთან რაღაცა დიალოგში ხართ, ესე შიგნიდან დიალოგში ხართ, მიხვდით, რომელსაც არც დასასრული აქვს და არც დასაწყისი აქვს. ამიტომ მინდა ახლა დაგანახოთ, ვინ ხართ თქვენ რეალურად და ვინ გეუბნებათ ამ ყოველ თქვენს ნებისმიერ ქმედებებზე, ნებისმიერ თქვენს აზრზე, ნებისმიერ თქვენს აი რაღაცა სიტუაციაზე კის. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რაც აქამდე უკვე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე, რომ თქვენ არ ხართ თქვენი ეგო, ხო, თქვენ ხართ აი ეს აბსოლუტური, აი ყოვლის მომრცველი, წარმოიდგინეთ სივრცე, რომელიც არის აბსოლუტურ სიჩუმეში. თქვენ უბრალოდ ხედავთ ფილმს სხეულზე, რომელიც გაჩნდა აი ამ სივრცეში, ხო? ყველაფრის უფლებით, მაგრამ ერთი პატარა ეშმაკუნათი, რომელიც არის აი აქ და ჩვენ მგონია, რომ ტვინია, აზროვნებს და ასე შემდეგ, რაც გინდათ ის დაუძახეთ და რაც გვინდა ის დავარქვათ, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში, ამიტომ ეს არის თქვენი სიზმარი და ყველაფერი, რაც თქვენ უკვე გინდათ, მაგალითად, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი უნდა გახდეს, ან უნდა იყოს, ან ასე შემდეგ, ყველაფერი არის თქვენი საკუთარი უფლება. ეხლა მინდა რომ ყველამ თვალები დახუჭოთ, აბსოლუტურად ყველამ, ვინც ამ ვიდეოს ჩართავთ და უყურებთ, ძალიან საინტერესო პრაქტიკა მოგიტანეთ, უბრალოდ დახუჭეთ თვალები. და ყველანაირი დაძაბულობა თუ რაიმე გაქვთ, მოიშორეთ აბსოლუტურად, დამშვიდდით. ეხლა და აქ არაფერი საშინელება არ ხდება ნამდვილად.
ყველაფერი არის ძალიან კარგად, პრაქტიკა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. 100%-იან 100% არის უსაფრთხო. უბრალოდ მიენდეთ საკუთარ თავს. ნამდვილ საკუთარ თავს. დახუჭეთ თვალები. ღრმად ამოისუნთქეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ. კიდევ ერთხელ ღრმად ამოისუნთქეთ. და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს უკან დგას თქვენს უკან, აი პირდაპირ თქვენს ზურგთან დგას თქვენი უხილავი ჯადოქარი, რომელიც ნებისმიერ თქვენს სურვილს ეუბნება კის და რომელმაც არ იცის რას ნიშნავს არა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს უკან დგას უხილავი თქვენი ჯადოქარი, რომელიც ნებისმიერ არ აქვს მნიშვნელობა როგორ თქვენ სურვილს, რა არის თქვენი სურვილი ან როგორია თქვენი სურვილი, ეუბნება კის. ყველაფერზე აბსოლუტურად. ახლა მინდა რომ ყველანი აი ამ სიჩუმეში უბრალოდ დაფიქრდეთ რამდენ რამეზე უკვე განვლილზე, უკვე მომხდარზე თქვენ ცხოვრებაში, თქვენმა ჯადოქარმა გითხრათ კი. მინდა რომ დაფიქრდეთ ყველანაირ სიკეთეზე, ყველანაირ აღმატებულ გრძნობებზე, რაც კი ცხოვრებაში გქონიათ, ბედნიერი დღეები გაიხსენოთ, მინდა რომ გაიხსენოთ ყველაზე საშინელი მწუხარი დღეები, ხო, რომელიც გქონიათ აბსოლუტურად. ყველაფერი მინდა რომ გაიხსენოთ, ყველა ელემენტარული წვრილმანი, რომელიც კი გაგახსენდებათ, ხო? და რომელზეც ამ ჯადოქარმა გითხრათ კი, იმიტომ რომ ყველაფერი ეს იყო თქვენივე ფანტაზიის ნაყოფი. და მინდა რომ ყველაფერი გაიხსენოთ, რაზეც ამ თქვენმა პირადმა ჯადოქარმა თქვა კი და რამდენი რამე მოხდა თქვენს ცხოვრებაში აი ამ კით. ძალიან გთხოვთ, გაიხსენეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სიტუაცია, თქვენ ცხოვრებაში მომხდარი ამბები, თუნდაც ეხლანდელი, თუნდაც 10-50 წლის წინდელი არ აქვს მნიშვნელობა. აბსოლუტურად ყველაფერი მინდა გაიხსენოთ და რაც შეიძლება მაქსიმალური მძაფრი ემოციებით. უბრალოდ მინდა რომ დაფიქრდეთ, რომ თქვენი პირადი ჯადოქარი, რომელიც თქვენს უკან დგას, ეს ხართ თქვენ. თქვენ ირჩევთ თქვენს რეალობას, ისეთი როგორც უნდა იყოს, თქვენი ფიქრებით, თქვენი აზრებით, თქვენი გაუცნობიერებელი სურვილებით, თქვენი შინაგანი მდგომარეობით. და ეს ჯადოქარი, რომელიც თქვენ თვითონ ხართ, უბრალოდ გეუბნებათ ყველაფერზე კის. როგორ შინაგანი მდგომარეობითაც ხართ ყოველ დილით. რამე არ მოგწონს, კი ბატონო, მთელი დღე არ მოგეწონება. რამე გამწუხრებს ისეთი, რომელიც შენ არ იცი, ან შენ უბრალოდ გგონია, რომ არ იცი, უბრალოდ შინაგანი მდგომარეობა გაქვს ესეთი, ხო? ყველაფერზე გიძახის კის. თუ ფული მოგინდა სიტყვაზე ვიძახი, ხო? რომელიც არ გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ გექნება, მაშინაც კის გეუბნება. იმიტომ რომ ალბათ ყველას გქონიათ მომენტები, როცა ყველაზე ცუდ მომენტში ვიღაცა უბრალოდ გამოჩნდა და დაგეხმარეთ. თქვენი ჯადოქარი, ანუ თქვენივე თავი გეუბნებათ კის. ეხლა მინდა რომ ყველანი დაფიქრდეთ, თუ რამხელა ძალა აქვს თქვენს რეალურ მეს. და აღმოაჩინოთ, რამხელა ძალა გაქვთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, თქვენს შინაგან მდგომარეობას და რამდენი გაქვთ უკვე გავლილი. რამდენი რამე გაიარეთ თურმე. ამ თქვენს ჯადოქართან ერთად და თქვენ არც კი იცოდით, რომ ის თქვენს ცხოვრებაში არსებობდა. თქვენი პირადი ჯადოქარი ყოველთვის თქვენთან ერთად არის. და რასაც ეტყვით, მას არ შეუძლია გითხრათ რაღაცაზე არა. მას არ შეუძლია
არაფერზე არ დაგეთანხმოთ. მას მხოლოდ შეუძლია უპირობო სიყვარულიდან გამომდინარე ყველაფერზე გითხრათ კი. და წარმოიდგინეთ, რამდენი გაიარეთ უკვე ცხოვრებაში, რამდენი მომენტი, რამდენი სასიხარულო და საბედნიერო მომენტები გაიარეთ უკვე ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თავს ძალიან დიდი სიყვარულის ფონზე ეუბნებით ყველაფერზე კის. და შემდეგ თქვენ თავს ვეან დანაშაულებთ თქვენს ეგოსთან ბრძოლაში, რომ ეს ნებისმიერი სხვა გარეგანი ფაქტორების, ადამიანების, მთავრობის, არ ვიცი, ნებისმიერი ვიღაცის ბრალია, მაგრამ არა თქვენი. არ და თქვენი ჯადოქარი 24 საათი გისმენთ, ყურადღებით გადევნებთ თვალს. თქვენი სხეულის ყოველ მოძრაობას ადევნებს თვალს. ყველა განსაცდელი იცის. ყველა ტირილი, ყველა სიცილი, ყველა ღიმილი. და ყველაფერზე უპირობოთ, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარხართ, უბრალოდ გეუბნებათ კის. გაიხსენეთ, უკვე რამდენი გაქვთ გავლილი, რამდენი ცუდი მომენტი, რამდენი კარგი მომენტი, რამდენი ღიმილი, რამდენი ბედნიერება, რამდენი გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული საქციელი. და დააკვირდით, რომ თქვენს უკან დგომი ჯადოქარი, თქვენს ემოციურ და მენტალურ მდგომარეობაზე ყოველთვის იძახის კის. მას სხვანაირად არ შეუძლია. შეიკავებთ ემოციებს თქვენში, პირიქით. თუ გეცინებათ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაზე, ყველაზე ხმამაღლა გაიცინეთ. თუ რაღაცაზე გეტირებათ, გაგახსენდათ ნებისმიერი წუთი წამი, ყველაზე ხმამაღლა იტირეთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ძველი ენერგიის განთავისუფლებას ყოველთვის მოყვება ახალი ბედნიერი ენერგიის შემოსვლა თქვენს ფიზიკურ, მენტალურ თუ სულიერ დონეზე. შეიკავებთ ემოციებს. უბრალოდ გაიხსენეთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თქვენს უკან დგას თქვენი უხილავი ჯადოქარი. და სულ გისმენთ. იმედია იგრძენით ეს ყველაფერი ბოლომდე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიგრძენით თქვენი უხილავი ჯადოქრის ხელი თქვენს ცხოვრებაში. თუ რამდენად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ემოციურ, ფიზიკურ, მენტალურ მდგომარეობას. იმედია მიხვდით, რაში იყო მთელი ეს ამბავი, რომ ყველაფერს განსაზღვრავს თქვენი ფიქრები. თქვენი შინაგანი ემოციური დამოკიდებულება ამ ფიქრებთან, მიჯაჭვულობა და როგორ გისრულებს სამყარო ყველაფერს, რასაც თქვენ არაცნობიერად
აკეთებთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა. თუ გექნებათ სურვილი და საშუალება, შეგვიძლიათ ძალიან ბევრჯერ გაიმეოროთ ეს პრაქტიკა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ეფექტი გამოიწვია ამ პრაქტიკამ უკაცრავად შეხვედრაზე და ზოგი იცინოდა, ზოგი ტიროდა და ყველაზე ძალიან საოცრად კარგი ეფექტი და შედეგი ჰქონდა. ამიტომ უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ხართ ჩემთან ერთად, უღრმესი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, ყურებისთვის, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. ღრმად ამოისუნთქეთ და დაემშვიდობეთ თქვენს მძიმე ემოციურ მდგომარეობას და შემოვიდეს ახალი ძალები თქვენთან და დაიწყოს ყველაფერი ლამაზი თქვენს ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, დაგემშვიდობებით, მომწერეთ კითხვები, შეკითხვები, ყველას ვცემ პასუხს აბსოლუტურად. ვიდეოებს განხილვებით ჩავწერ ამ ყველაფერში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანში მე თვითონაც გამოვჩდები და უფრო მეც გაგიზიარებთ ამ თემებთან დაკავშირებით. უღრმესი მადლობა ყველას თქვენი ყურადღებისთვის. ბედნიერ საღამოს გისურვებთ. წარმატებები.